დავიწყოთ ბოლო ინფორმაციებით, ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედია საშუალებებით, რომ დაიბომბა ირანის სახელმწიფო ტელევიზია, იქ არის მსხვერპლი. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ მოვლენას, რამდენად შეიძლება ეს იყოს გრძელვადიანი და თუ პირიქით ფიქრობთ, რომ ლოკალურად შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, როგორ უყურებთ? ირან-ისრაელის კონფლიქტი არ დაწყებულა 13 ივნის, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელებს მასირებული თავდასხმა ირანის სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პირველივე საათებში იქნა ლიკვიდირებული ფაქტიურად ირანის სამხედრო ელიტა, გენშტაბის უფროსი, გუშაქთა კორპუსის მეთაური. თავისთავად მსგავსი ტიპის დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს შორის არ ყოფილა. თვითონ კონფლიქტი სათავე მოდის ჯერ კიდევ 1979 წლიდან, როდესაც სასულიერო პირების ხელმძღვანელობით მოხდა ეგრეთ წოდებული ისლამური რევოლუცია, დაამხეს პროდასავლური საერო შახის რეჟიმი და თავის რეგიონულ და საგარეო პოლიტიკაში მთავარი ესე იგი იდეოლოგიური პოლიტიკა, რაც ირანმა ერჩია, ეს იყო ანტიდასავლური პოლიტიკა და რეგიონულ დონეზე თავისთავად ისრაელი როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ფორპოსტი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო აღმოსავლეთში, აი ანტიისრაელური პოლიტიკა. აი ამ 79 წლიდან მოყოლებული ირანი ისრაელის და ისრაელის ინტერესებს ებრძოდა პროქსი ძალების მეშვეობით, თავისთავად არც სხვა სახელმწიფოები ჩამორჩებოდნენ და იგივეს პასუხობდნენ ირანის წინააღმდეგ, სხვადასხვა ანტისამთავრობო შეერაღებული ფორმირებების ხარდაჭერით. კონკრეტულად ისრაელის წინააღმდეგ ირანი აქტიურად მხარს უჭერდა ლიბანურ გასამხედროებულ ორგანიზაცია ჰეზბოლას, ასევე სუნიტურ პალესტინურ ორგანიზაციას ჰამას, თუმცა ბოლო 2 წელიწადში, 2 წელიწად ნახევარში ისრაელმა ფაქტიურად გამოთიშა ყველა ირანის ეს ძლიერი პროქსი ძალები. ჰამასი ფაქტიურად განადგურებულია, ჯერ როგორც ეს მესამეთაურო და სამხედრო შტაბის უფროსები, შემდეგ უკვე თვითონ ღაზას სექტორში ეს წარმოებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციით, ლიბანური ჰეზბოლა ეს მოგეხსენებათ მთელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხასან ნასრალას მეთაურობით ლიკვიდირებულ იქნენ ბუნკერში, ასევე ასობით თვითონ ჰეზბოლას ბრძოლი მახსოვრებათ ეს პეიჯერების საქმეს. ისეთი ოპერაცია იქნა ჩატარებული ისრაელის სპეცსამსახურების მიერ, სავარაუდოდ მაგაზე ფილმსაც გადაიღებენ, იმიტომ რომ მსგავსი რამ ისტორიაში ჯერ არ დაფიქსირებულა. ჰეზბოლას დასუსტა, ჰამასის დასუსტა და ამის დამაგურგნებელი იყო სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა შარშან-აგერ დეკემბერში. მთელი ის ღერძი, რაზეც იდგა ეს ირანის წინააღმდეგობის ღერძზე წოდებული, ეს ყველა მოთამაშეები გამოთიშულია თამაშიდან და უკვე პირადად მიადგნენ ირანს, იმ ძალას, რომელიც ისრაელის მტკიცებით არის ყველაზე საშიში ძალა, რომელიც ემუქრება მის ეროვნულ საფრთხეობას და პირველ რიგში აქ აქცენტი კეთება ირანის ბირთვულ პროგრამაზე.